მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე წიგნის უძველესი მაღაზია იერსახე სიცვლის რამდენიმე თვეში ადგილობრივებსა თუ ბათუმის სტუმრებს მის ადგილას ლიტერატურული კაფე დახვდება. გადაწყვეტილება მფლობელებმა ეკონომიკური მდგომარეობისა და თანამედროვე მოთხოვნების გამო მიიღეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღეს სააქციო საზოგადოება აჭარ წიგნის საკუთრებაა, რომელშიც 73 აქციონერია გაერთიანებული. აჭარ წიგნის დირექტორი ამბობს, რომ თითოეული სარეკონსტრუქციო გეგმა შესაბამის სამსახურებთან არის შეთანხმებული. ამიტომაც ძეგლი თითქმის უცვლელი დარჩება, შენობა მხოლოდ საწყობების ხარჯზე გაფართოვდება. მაღაზიაში არსებული წიგნების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მემედ აბაშიძის ნომერ 9-ში მდებარე ასევე წიგნის უძველეს მაღაზიაში დაიდებს ბინას. როგორც სააქციო საზოგადოების დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რეაბილიტაცია ამ უკანასკნელსაც ჩაუტარდება და ქალაქს კიდევ ერთი წიგნის მაღაზია შეემატება. არსენ გელაძის თქმით, პროექტის მიხედვით სამუშაოები ივნისისთვის უნდა დასრულდეს. გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი წიგნის მაღაზიის კაპიტალურ რეკონსტრუქციისათვის, რომ თანამედროვე პირობებში შეეფარებოდეს, როგორც დასავლეთში არის წიგნის მაღაზიები, უფრო მეტი ხალხი რომ შემოვიდეს, უფრო კმაყოფილი რომ დარჩეს ჩვენი მომსახურებით. გაკეთდება რეკონსტრუქცია შეთანხმებულია ყველა ზოგადად ორგანოსთან, ვისაც კავშირი აქვს ამასთან. გაკეთდება მაღაზიაში ლიტერატურული კაფე, იქნება წიგნები, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილი იქნება წიგნებზე.